გრავიტაცია პროგნოზირებადი და გაზომვადია. ამავე დროს ძალიან კარგად აღწერილი და განსაზღვრული ფარდობითობის ზოგადი თეორიით. თუმცა ამ თეორიაში ხარვეზების პოვნამ შეიძლება ზოგიერთი განსაკუთრებით მწვავე პრობლემა გადაგვაჭრებინოს. მაგალითად, შეურიგებელი განსხვავებები კვანტურ მექანიკასა და კლასიკურ ფიზიკას შორის. ამიტომ მეცნიერები მას მუდამ ეჩიჩინებიან, რათა გაარკვიონ, გამოიყურება თუ არა სამყაროს შიგთავსი ისე, როგორც ამას ზოგადი ფარდობითობა ბრძანებს, რომ ასე უნდა იყოს ყველა მასშტაბზე. ამას მივყავართ ლოურენს ბერკლის ეროვნული ლაბორატორიის ბნელი ენერგიის ინსტრუმენტ DESI-სთან, უზარმაზარ საერთაშორისო თანამშრომლობასთან, რომელიც ამჟამად დაკვირვებადი სამყაროს რუკაზე დატანაზე მუშაობს. ამან კი უდიდეს საიდუმლოებებს უნდა ახადოს ფარდა. ინსტრუმენტი 2019 წლიდან მუშაობს. ახალი შედეგები ეფუძნება ინსტრუმენტის მიერ მხოლოდ პირველ წელს შეგროვებულ მონაცემთა დეტალურ და ფართო ანალიზს. DESI-ის კოლაბორაციამ ეს მონაცემები 5.7 მილიონი galaktikისა და კვაზარის კატალოგიზაციისთვის გამოიყენა. DESI-ის კოლაბორაციამ ეს მონაცემები 5.700.000 galaktikისა და კვაზარის კატალოგიზაციისთვის გამოიყენა. აღრიცხეს მათი ზრდა, ევოლუცია და გადანაწილება კოსმოსურ აბლაბუდაში 11 მილიარდი წლის წინანდელი პერიოდიდან დღემდე. კოსმოსური აბლაბუდის ზრდისა და გადანაწილების პროგნოზირებისათვის მათ ფარდობითობის ზოგადი თეორია გამოიყენეს და დაადგინეს, რომ სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ, ეპიკურ კოსმოსურ მასშტაბზე ისე იქცევა, როგორც ამას ფარდობითობა ამბობს. დაამატე ცოტა გრავიტაცია ან ცოტა მოაკელი და სამყარო იგივე აღარ იქნება. შედეგები მიუყვება წლის დასაწყისში გამოქვეყნებულ კვლევას, რომელშიც სამყაროს გაფართოების მაჩვენებელი აკუსტიკური ტალღების კოსმოსური ნარჩენების საფუძველზე გაზომეს. ეს ნარჩენები მაშინ გაიყინა, როცა ის ატომური ნისლი მოსუფთავდა, რომლითაც ადრეული სამყარო იყო სავსე. DESI-ის კოლაბორაციას იმედი აქვს, რომ ამჟამინდელი ძალისხმევა გაგრძელდება და ნათეს მოჰფენს სამყაროს ევოლუციას და თავის მხრივ მის მმართველ იდუმალ ძალებს. კვლევა ჯერ კიდევ გრძელდება. მეცნიერები ამჟამად DESI-ის მიერ პირველი 3 წლის განმავლობაში შეგროვებულ მონაცემებს სწავლობენ. მას შემდეგ, რაც ინსტრუმენტი ოპერირებას დაასრულებს, შეგროვებული იქნება მონაცემები 40 მილიონზე მეტი galaktikისა და კვაზარის შესახებ. ყველაზე დიდი იმედებს შორის არის ისიც, რომ გაირკვევა ბნელი მატერიის ბუნება, იდუმალი, უხილავი რაღაცის, რომელიც პასუხისმგებელია სამყაროს ჭარბ გრავიტაციაზე და ასევე დაადგენს ბნელი ენერგიის ბუნებასაც, იდუმალი, უხილავი რაღაცის, რომელიც პასუხისმგებელია სამყაროს აჩქარებად გაფართოებაზე. ბნელი მატერია სამყაროს დაახლოებით მეოთხედში ადგენს, ბნელი ენერგია კი 70%-ს და არ ვიცით რეალურად რა არის ან ერთი ან მეორე. იდეა, რომ შეგვიძლია სამყაროს სურათის შეკვრა და ამ ფუნდამენტურ კითხვებზე პასუხის პოვნა, უბრალოდ ამაღელვებელია.